შეფასებაზე რამდენად არასაჭირო რაღაცა, როდესაც ვფიქრობთ როგორ გვაფასებენ სხვა ადამიანები. ხო? პირველ რიგში შეიძლება წავიდგეთ იქითკენ, რომ როდესაც ვფიქრობ თუ როგორ მაფასებს სხვა ადამიანი, ეს იქითკენ მიმანიშნებს, რომ თვითშეფასება მაქვს დაბალი და მჭირდება გარეგან ვიღაცის შეფასება სხვა ადამიანის, რომ თუ მოწონება დავიმსახურე, ამ შემთხვევაში ვმაღლდები, ხო? ესე იგი ვფიქრობ, რომ შესაბამისად არ ვარ კარგი, შესაბამისად ან დაბალი ვარ, ან მაღალი, ან სიმპათიური ვარ, ან მახინჯი, ან კარგი ვარ, ან ცუდი, ხო? და საერთოდ რომ ჩავხსნა ეს თვითშეფასება და ვაფშე ამჭირდებოდეს რეალურად, რომ თუნდაც მე თვითონ შევაფასო ჩემი თავი, რამდენად კარგი ვარ. და მაგალითად არ იყოს კარგი და ცუდი. და გავიაზრო ის, რომ საერთოდ რაში მჭირდება რეალურად, რომ მე რა წერტილშიც ვიმყოფები, ეს წერტილი იზომებოდეს კარგით ან ცუდით. თუ მე ვიტყვი რეალურად, რომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, всё, ამით ყველაფერი დამთავრებული. ანუ არ მჭირდება რეალურად, რომ მე სამყაროში ვიყო ვიღაცასთან შეჯიბრში და იმაზე უკეთესი ვიყო, ან უარესი ვიყო, ვიდრე ვარ. საერთოდ არ მჭირდება ეს. ეს არის უბრალოდ ეგოისტური სურვილი, მინდა რომ ვიყო კარგი, მინდა რომ ვიყო წარმატებული და რეალურად ეს მიბიძგებს ცხოვრების დევნისკენ, სწრაფისკენ, რაც ბუნებითვე უკვე არ არის მშვიდი, რადგანაც უკვე გასწრობანას თამაშობ. არა, მე ვარ იქ, სადაც ვარ ის, ვინც ვარ, გავიარე ის, რაც უნდა გამევლო და უბრალოდ ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია. და ვარ შეიძლება ვიმსახურებდი უბრალოდ სიყვარულს, მხოლოდ იმის გამო, რომ გავჩდი ამ ქვეყანაზე. მარტივია სინამდვილეში ყველაფერი, რა მიყვარხარ ყველანი.